უკრაინაში დუმილის დღეს ინციდენტის გარეშე არჩეული არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე სამართალდამცველებმა ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავეს. რუსული მედია აცხადებდა, რომ დაკავებული ქართველი იყო, მაგრამ ამ ინფორმაციას თავად უკრაინის უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს. ეჭვმიტანილი აფხაზეთშია დაბადებული და წლების განმავლობაში ის უკრაინაში ცხოვრობდა. რა ვითარებაა გადამწყვეტი ტურის წინ, რა პროგნოზი აქვს ექსპერტებს, ამომრჩევლებს და რატომ არის გაშლილი ცენტრალურ ქუჩებში კარვები. თამარ გედევანიშვილი ისაუბრებს კიევიდან პირდაპირ ეთერში. თამარ გისმენთ. ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე დუმილის დღეა უკრაინაში, თუმცა დღეს დუმილის დღე ვიქტორ იანუკოვიჩმა დაარღვია და ამ საკითხმა აჟიოტაჟით გამოიწვია, თუმცა ხმაური დღეს კიევში სხვა თემას მოყვა. უკრაინის დედაქალაქის ცენტრში აფხაზეთში დაბადებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც წარმოშობით ქართველია, თუმცა რომელიც უკრაინის მოქალაქე ამდა და მის დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა. ეს კიევში მომხდარი ხმაურიანი დაკავების კადრებია. ახალგაზრდა მამაკაც მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოუჩინეს. სამართალდამცველები ჯერ ტერაქტზე ალაპარაკდნენ, თუმცა მოგვიანებით ბრალდების კიდევ ერთი მთავარი ვერსია იარაღით ვაჭრობა გახმაურდა. რუსული საინფორმაციო სააგენტოები დღეს ინტენსიურად იუწყებოდნენ, რომ დაკავებული მოქალაქე ქართველია, თუმცა ამ ინფორმაციას თავად უკრაინის უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ვინმე RN, მისი მხოლოდ ინიციალებია მითითებული, სოხუმში დაიბადა 1982 წელს, უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, ორჯერ ნასამართლევია. უკრაინაში მომხდარ ნებისმიერ ინციდენტში ქართული კვალის მითითებას რუსეთის მხარე ინტენსიურად ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქართველი დამკვირვებლების გარეშე ჩაივლის. უკრაინაში დუმილის დღე გამოცხადდა, შეწყვეტილია ნებისმიერი სახის აგიტაცია. ქუჩებიდან კანდიდატების პლაკატები გვიან ღამით ჩამოხსნეს, თუმცა ამის მიუხედავად გამარჯვებაში დარწმუნებულმა იანუკოვიჩმა განცხადება მაინც გააკეთა. არ ამგონია ტიმოშენკომ რაიმე მოიმოქმედოს, რადგანაც არჩევნების შედეგები დამაჯერებელი იქნება. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე რეგიონების პარტიის ლიდერი ტრადიციულად ტაძარში წავიდა და ილოცა უფალს წყალობა იულია ტიმოშენკომაც სთხოვა უღოთ არა ეკლესიაში, არამედ საარჩევნო მარათონის ბოლო მიტინგზე, რომელიც მაიდანზე წუხელ გაიმართა. მე უფალს შევთხოვ დალოცოს ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს და ერთმანეთის მტრებად ვერავინ გვაქცევს, რადგან ერთად ვართ. თუ ამ ერთიანობას შევინარჩუნებთ, უკრაინაც ერთიანი იქნება. ექსპერტები წინასწარი პროგნოზების გაკეთებას ვინ გახდება პრეზიდენტი ერიდებიან. ისინი ორივე კანდიდატის თანაბარ შანსებზე და არაპროგნოზირებად სიტუაციაზე მიუთითებენ. კანდიდატების შანსებს თანაბრად შევაფასებდი, რადგანაც არჩევნების ბედი არ ახმის მიცემით, არამედ სასამართლოში გადაწყდება. მნიშვნელოვანი ეს ის, თუ როგორ აღიქვამენ არჩევნების შედეგებს დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში, რადგანაც არც ერთი მხარე არ გამოაცხადებს თავს დამარცხებულად. შეიძლება შეიქმნას ეგრეთ წოდებული ცალმხრივი ლეგიტიმაციის სიტუაცია. ექსპერტებისგან განსხვავებით პროგნოზების გაკეთებას ამომრჩეველი არ ერიდება. არჩევნები კიევში ალბათ მშვიდად ჩაივლის, დონეცკში და აღმოსავლეთ რეგიონებში კი მეეჭვება. ალბათ იანუკოვიჩი მოიგებს. იქნება გაყალბება, მაგრამ გამოსავალი მარტივია. უკრაინა იცხოვრებს ისე, როგორც ცხოვრობდა, რადგანაც მთავრობები მიდიან და მოდიან, ხალხი კი გადარჩენისთვის იბრძოლებს. საწოდავი ის ფურცელი, რომელზეც ჩვენი კონსტიტუცია დაიწერა, რადგანაც მას დღევანდელი სიტუაცია არ გაუთვალისწინებია, სადაც ხალხის ერთ ნაწილს არ უნდა ერთი კანდიდატი, მეორეს კი მეორე. არჩევნების მოლოდინში უკრაინელები საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. კიევში იანუკოვიჩისა და ტიმოშენკოს მომხრეების კარვების ქალაქი ლამის ერთმანეთის გვერდიგვერდაა გაშლილი. კარვები ხვალ მომიტინგეებით გაივსება. ქვეყანაში არსებული ფონის გამო საპროტესტო გამოსვლები სავარაუდოდ გარდაუვალი იქნება, როგორც ნახეთ თქვენ სიუჟეტში. ორივე კანდიდატის მხარდამჭერების კარვები უკრაინის დედაქალაქში უკვე გაშლილია. დავაუდოთ მოვლენების განვითარებას. არჩევნო უბნები კიევში და მთელ უკრაინაში ზუსტად 8 საათზე გაიხსნა.